დღეს მე დავითმა მივიღე ერთ-ერთი ყველაზე სარისკო გადაწყვეტილება. თუ რატომ ახლავე გეტყვი. ერთ-ერთმა უდიდესმა ქართველმა იუთუბერმა ჰიტამ შეიძინა თავის dream car-ი. და ვიდეოში ამბობს ასეთ რამეს. მინდა რომ გავაკეთო TikTok edit-ების გათამაშება. თუ გააკეთებთ TikTok ვიდეოს ბუშკას და ლაიონატოს ჰეშტეგით, რომელიც იქნება ჩემი მანქანის edit-ი, შემდეგ მე ამ ვიდეოებს დავარიაქტებ YouTube ვიდეოში, სამ ყველაზე კრეატიულ და მაგარ edit-ს გავამარჯვებინებ და თვითონ მოიგებს 500 ლარს. ძალიან ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ ამ გათამაშებაში უბრალოდ გამემარჯვა. ანუ რას გულისხმობ ახლავე გეტყვი. დავდგები და ისეთ edit-ს გავაკეთებ, რომელიც პირდაპირ გამარჯვებას მომიტანს. ამ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებ, რომ ჰიტას შევხვდე. ისეთ edit-ს გავაკეთებ, რომ ჰიტა აქეთ მეტყვის, მოდი შევხვდეთო რა. ჯერ ხვაზრზე არა ვარ, რა ვიდეოს გავაკეთებ, მაგრამ აი აქ გამოჩნდება ის ვიდეო, რომელიც გამარჯვებას მომიტანს. შეგიძლიათ უყუროთ. მე მგონი საკმარისია, ხო? მეტი არ იქნება. და ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხო, თუ ეს ყველაფერი არ გამოვიდა, ვერ გავიმარჯვე და ჰიტასაც ვერ შევხვდი, რაც შეუძლებელია, მაგრამ თეორიულად არსებობს მაგის ალბათობა. მოკლედ, თუ არ გამოვიდა, მაშინ ეს ვიდეო არ დაიდება და უბრალოდ იმ ხელა შრომას, რასაც edit-ში ჩავდებ, გაქრება. მოკლედ, მე დავითი დარწმუნებული ვარ ჩემს გამარჯვებას და ამას დავამტკიცებ ბიჭო. ახლა კი მოხოდოთ ყველაზე მაგარი edit-ი, რაც ჰიტას გააოცებს. აბა წავედით. პირველ რიგში გჭირდება მუსიკა, ამიტომ შევდივართ YouTube-ში. ჰიტას OG მაყურებლები ვინც ხართ, აუცილებლად გეხსოვებათ ჰიტას სიმღერა. ზუსტად ეხა არ ვიცი რომელია. ძალიან ძველი ვიდეოა და სადმე უნდა ვიპოვო ყველა ვარიანტი. აუ, საჩემ ფეხებში. აუ, ეხა notice. ესა? ой, ვიპოვე მე მგონი. ესა. Yes. შემდეგ გაირჩევთ ნებისმიერ screen recorder-ს. ამ შემთხვევაში მე მაქვს OBS-ი, ყველაზე მაგარი screen recorder-ი და ჩაიწერთ screens. შემდეგ ვხსნით Adobe Premiere Pro-ს. Premiere Pro-ის არის პროგრამა, სადაც მონტაჟდება ზოგადად ვიდეოები. აუ, გადასახადი მაქვს. New project და ავირჩიოთ ჩვენი OBS folder-ი, რაც შევიწერით. ზედმეტი ნაწილი მოვჭრათ, ვიდეო წავშალოთ. ჩვენ გვჭირდება რომ მუსიკა და ვოკალი ცალ-ცალკე იყოს. ორ სხვადასხვა ფენა. ამისთვის შევდივართ Google-ში Vocal Remover. ჩავაგდოთ ჩვენი მუსიკა, რაც Premiere-ში ავაწყოთ. აქ გვაქვს ცალკე მუსიკა და ცალკე ვოკალი და შევინახოთ ცალკე მუსიკა და ცალკე შმოკალი. ჩავაგდოთ ორივე Premiere-ში. ანუ ეს ცალკე ეს არ გამოდგება ნამდვილად, იმიტომ რომ ცოტა ნელია, რამენაირად ტრენდულ მუსიკას უნდა შეუსაბამოთ. არ ვიცი. M&M's-ი რო ვნახოთ. გადმოვიწეროთ, აბა ვნახოთ. MP3 downloader. რა ხდება აქ? ვაიმე, ჩემი გაი. გარყვნილება. Okay, let's try. არა, ბიჭო, არანაირად არ ჩდება. 12 o'clock midnight. Okay, მაგარია. მუსიკა მზად არის, ახლა შეგვიძლია უშუალოდ edit-ზე გადავიდეთ. ესე ჩვენი After Effects-ი გავხსნათ რა თქმა უნდა. ო, გადასახადია, გავიგე. New composition 1080 პიქსელი 1920-ზე, okay. ჩავაგდოთ მუსიკა, რომელიც Premiere-ში ავაწყოთ. კი ბატონო, რომელიმე კლიპი უნდა ავარჩიოთ და დავაედიტოთ. მოდი ეს იყოს. აი ეს. ეს ფრეიმი კი ჩავაგდოთ After Effects-ში. და მინდა რომ ჰიტა ვარდებოდეს ზევიდან. ამიტომ გავხსნათ Photoshop-ი. აი მე რამდენ პროგრამას ვიყენებთ, ხედავთ. ჩავაგდოთ ჩვენი ფოტო Photoshop-ში და აირჩიეთ Quick Selection tool-ი. შემდეგ Select Subject. Select Subject-ი ამოჭრის ჩვენს ობიექტს, მაგრამ მანქანა არ გვჭირდება ამ შემთხვევაში, ამიტომ Alt-ს დააჭირეთ. Alt-ი არის წაშლა. იმ ადგილებში გადაატარეთ, რაც არ გვჭირდება. Scap. შემდეგ Ctrl-J, ანუ დუბლიკაცია და გვაქვს ჰიტას კლონი ამოჭრილი. ხოლო აქ ჰიტა უნდა გავაქროთ უბრალოდ. ამისთვის კიდევ ერთხელ მოვნიშნავთ.
უბრალოდ ჰიტას ასე დეტალურად, ლამაზად და გემრიელად და უბრალოდ ხელოვნური ინტელექტით, generative fill-ით generates დავაჭიროთ. სამი ვარიანტი მაქვს. მე მგონი ეს ჯობია ყველას. ახლა ჰიტა ცალკე PNG ფაილად უნდა შევინახოთ. გამჭირვალე background-ით PNG დავაწეროთ ჰიტა save და ცალკე ეს მანქანა შევინახოთ. ახლა ეს ორივე ჩავყაროთ After-ში. განვადიდოთ კიდევ ერთხელ. ცალკე გვაქვს ჰიტა, ცალკე გვაქვს მანქანა. ახლა როგორ უნდა დავაგდოთ ჰიტა ზევიდან ქვევით? მოვნიშნოთ ჰიტას ლეიერი, დავაწვეთ P-ს, ანუ position, ავწიოთ ჰიტა მაღლა, საიდანაც გვინდა რომ დაიწყოს ვარდნა. დავსვათ position-ზე keyframe-ი, რამდენიმე წამით გადავახვიოთ და დავაბრუნოთ ჰიტა საწყის პოზიციაზე. და გამოვა ასეთი რამ. Zaneli. Ცოტა შემოვწიოთ keyframe-ი შიგნით და კიდენელი. კიდე შემოვწიოთ შიგნით. გაია. ეს არის ახლა ძალიან მკვდარი რა, არაფერი საინტერესო აქ არ ხდება, ხო? ამისთვის გჭირდება ცოტა სისმუზე, ცოტა სინაზე, სირბილე, რომ ლამაზად და მშვენიერად დაეცეს ჰიტა მიწაზე. ამისთვის მოვნიშნავთ ორივე keyframes, მარჯვენა კლიკი, keyframe ასისტენტი, easy ease. shortcut-ით F9. შემდეგ გადავალთ graph editor-ში. ეს არის ჩვენი გრაფა. ამის მოდიფიკაციით შევძლებთ სისწრაფე და სისმუზე მივანიჭოთ ჰიტას. მოვნიშნოთ ცოტა გრაფა შევწიოთ შიგნით, მეორე სასცეციც შემოვწიოთ შიგნით და გამოვა ასე. Scalp. მაგრამ ამას სჭირდება motion blur-ი. ამ ძალიან გამხმარია ეს ყველაფერი. ამიტომ ამას დავაჭიროთ. მაგრამ ჩვენ გვინდა რომ დაცემა იყოს რაც შეიძლება მძაფრი და ისეთი რა. ამისთვის ჩავწეროთ smoke green screen-ი და რომელი smoke-ის მოგეწონებათ, გადმოიწერეთ YouTube-დან. მე პირადად ეს ეფექტი ძალიან მომწონს. ამიტომ ჩავაგდოთ After-ში. ამ green screen-ს ამოსაჭირებლად effects and presets-ში ჩაწერეთ key light. აიღეთ ეს ეფექტი და დააგდეთ ამ green screen-იან ვიდეოზე. შემდეგ screen color-ში ავირჩიოთ ეს პიპეტკა და მწვანე ფერი მოვნიშნოთ. კვლავ განვადიდოთ. დავსვათ ჰიტას ფეხებთან, როგორც ქვეშევრდომი. დაახლოებით ას, მაგრამ ამას აკლია shake. რო ვარდება, ცოტა კამერა უნდა ზანზარებდეს. შემოვაგდოთ ჩვენი shake ეფექტი. კამერა ზანზარებს. მაგრამ რა თქმა უნდა ეს საკმარისი არ არის. მაგალითად flash-ი უცებრო თეთრად განათეს ყველაფერი. Layer, new, solid, თეთრი ფერი აირჩიეთ. Okay. ჩამოვშალოთ layer-ი, transform და opacity. დავსვათ keyframe-ი და დავაყენოთ opacity 0-ზე. რამდენიმე frame-ით გვერდზე გადავიდეთ და 100-ზე ავიყვანოთ. პირიქით უნდა გავკვეთებინო. ეს უნდა იყოს 100-ზე და უნდა გაქრეს, ჩამოვიდეს 0-ზე. გამოვა ასეთი. მუსიკა. Sheesh. Easy. Next step. ცოტა zoom-ინი მინდა რომ იყოს, ანუ კადრი შედიოდეს და ნელ-ნელა დიდდებოდეს კადრი, zoom-ი რა. ამიტომ layer, a new adjustment layer. ჩამოვშალოთ და scale ახლა ინგლისური ვინც იცით გეცოთ. არ მუშაობს. აქედან scale არ მუშაობს, ამიტომ effects and presets-ში ჩავწეროთ transform. ავიღოთ transform-ი და დავაგდოთ ჩვენს adjustment layer-ზე. აქედან უკვე scale-ს უშევცვლით, თლიან footage-ზე იმოქმედებს. ეხლა რა ხდება? ისევ keyframe-ების პრინციპი, ანუ ისწავლეთ keyframe. ანუ არაფერი სასწავლი არ არის, უმარტივესია, მაგრამ მარტივია. zoom-ინის დასაწყისში დავსვათ scale keyframe-ი, გადავიდეთ რამდენიმე frame-ით გვერდით და ავწიოთ scale-ის რაღაც სადამდეც გინდათ და zoom-in. Easy რა, ანუ easy-ესია, რა თუნდა ამას ბევრი ბაზარი და scroll-ვისაც ხშირად ხდება ხოლმე, ასეთი ეფექტი მომნაცდება ეხა სადმე და ეგეთი რა სტალღისებური მოცეკვავე რაღაცები მინდა გავაკეთო მანქანაზე. ამისთვის გავხსნით ისე Photoshop-ი, Quick Selection-ი და Select Subject. მანქანას ამოჭრის წესით, იდეალურ დონეზე. Ctrl J. Holy shit. Ctrl J. უნდა ჩავფიქსო ეხლა რაღაც პრობლემაა. Ctrl J, ანუ დუბლიკაცია. ესე ჩვენი დადუბლირებული და შევინახოთ ცალკე PNG. ჩავაგდოთ After-ში, გავადიდოთ, დავსვათ მანქანის ზომაზე და ამ მანქანაზე ვადებთ ეფექტს სახელად turbulent displays. დავაგდოთ და ნახეთ, რაღაცა ეფექტი უკვე აქვს. შემდეგ ცოტა setting-ებით ითამაშებთ, დაახლოებით ესეთი რაღაცა. ახლა კი გასწავლით თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ასეთი სინათლის გადასვლის ეფექტი, ძალიან მარტივად. ეფექტს ქვია CC Light Sweep, რომელიც ჰიტაზე უნდა დავაგდოთ. ესეთი რაღაცაა რა. ფერის შესვლა შეგვიძლია, რა თქმა უნდა, მაგალითად იყოს სტაფილო, ამ შემთხვევაში სტაფილოს ფერი და
ოპ. ისევ keyframe-ები რა თქმა უნდა. მარტივად. მივხვდით ხო? აქედან უნდა დაიწყოს პირველი keyframe, ბოლო keyframe აქ უნდა იყოს. ნახოთ? easy. რა არის შემდეგი? შემოვაგდე ეს კადრი After-ში და მინდა რომ მანქანა გამოხდეს პირდაპირ კამერისკენ. ამისთვის დავაკოპიროთ კადრი Ctrl-C, Ctrl-V და უნდა ამოვჭრათ. ამ შემთხვევაში მანქანას არა Photoshop-ში, არამედ აქვე After-ში ამოვჭრათ. ავირჩიოთ აი ეს თული Roto Brush tool. დავკლიკოთ ორჯერ ამ layer-ზე, გაიხსნება ასეთი მენიუ და შეგვიძლია გადავატაროთ. აი ასე. Scap. აი როგორც Photoshop-ში იყო, ისევე აქ. Alt-ით, წაშლით და შეგვიძლია freeze-ს დავაწვეთ. ანუ გაყინეო კადრებიო რა. დავხუროთ ეს პანელი და თუ ამ ქვედა layer-ს გავუთიშავთ, დაგვრჩება მანქანა. უნდა დავაპატარაოთ. ჩამოვშალოთ მენიუ, scale, დავსვათ keyframe-ი. ზომა უნდა იყოს 0-ის ტოლით, შევწეროთ პირდაპირ 0 და რამდენიმე frame-ის შემდეგ უბრალოდ დავარესეტოთ. და იმ პოზიციაში დადგება რაშიც იყო და Scap. Keyframe-ები მოვნიშნოთ F9, რათა სისმუზე შევინარჩუნოთ და ამ layers უნდა ჩავართოთ motion blur და ბევრად უკეთესი იქნება. რაც შეეხება ამ კადრს, აქ მინდა ლოგო უბრალოდ გამოეყოს მანქანას, ცოტა დააბზრიალდეს აერში და დაეტყეპოს ისევ თავის ადგილას. ამისთვის რას ვაკეთებთ? გადავაკოპიროთ ჩვენი layer-ი, ვიღებთ pen tools, ძალიან სუფთად უნდა ამოვჭრათ, დავაკლიკოთ და გავყვეთ ამოჭრას. pen tool-ის გამოყენება ვინც არიცით, ზოგადად დაგჭირდებათ Photoshop-შიც, Illustrator-შიც, After-შიც, Premiere-შიც. pen tool-ი არის უნივერსალური თული. ამიტომ ინტერნეტში უამრავი ტუტორიალია pen tool-ის გამოყენების. შემოვყვეთ ბოლომდე და ამოჭრილია. უკანა ფონს თუ გავთიშავთ, ჩანს რომ ამოჭრილია აშკარად. ახლა რა ხდება? როგორ დავაბზრიალოთ აერში? ვიღებთ ჩვენ ლოგოს, გავააქტივროთ აი ეს მეოთხე ბოქსი, რაც არის 3D view რაც ქვია. ჩამოვშალოთ მენიუ, transform, frame-ის დასაწყისში დავსვათ scale keyframe-ი, ცოტა მოშორებით მეორე keyframe-ის დავსვათ და პირველი keyframe-ი უნდა დავაყენოთ 0-ზე. აი ეს. ან რაც იმას ნიშნავს, რომ ნელ-ნელა გაიზრდება. გვინდა რომ ამ გაზრდის დროს Y ღერძზე აი ასე ტრიალებდეს. Y ღერძი, ანუ ეს. ამიტომ პირველ frame-ზე დავსვათ Y rotation-ის keyframe-ი და ცოტა მოშორებით დავატრიალოთ. აი ასე. კაი, მოვნიშნოთ ყველა keyframe-ი F9 სისმუზისთვის რა თქმა უნდა. აქ ბოლო frame-ზე უნდა გამოჩნდეს უკვე background-ი და ოპა, მაგრამ არის ერთი მაგრამ. ეს ლოგო უნდა გაქრეს. სიცარიელე უნდა იყოს და ზევიდან უნდა დაეტყებოს. ავიღოთ pen tool-ი და შემოვატაროთ უხეშად, ძალიან უხეშად, არ არის აუცილებელი პერფექციონიზმი. აი ასე შემოვატაროთ. Mask-ში თუ შევალთ, აქ არის subtract, ანუ ნაწილის ამოჭრა და აქ გვჭირდება content aware fill-ი. უნდა ავირჩიოთ edge blend-ი და დავაწვეთ generate fill layer. დაიწყებს გაანალიზებას. დაველოდოთ და ეგ. აი ნახეთ რა, აი რა სუფთაა, ბიჭო. იდეალურეს. easy. მოკლედ ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც ჰიტას ვიდეო არ დაუდია. რა ხდება ჰიტა? აი ნახეთ. როგორც ხედავთ ეს არის ჰიტას არხი. უკანასკნელი ვიდეო 9 დღის წინ არის დადებული AI-ზე და ჩვენი ვიდეო ედიტების ნახეთ. 2 თვის წინ, 2 თვე ხალხო. აი ეს არის უკვე დამონტაჟებული ვიდეო Premiere-ში. ამ ვიდეოს რასაც უყურებთ, მაგის მონტაჟია ეს. ცოტა დავიბენი და ცოტა ვინერვული კიდევაც მეთქი რა სად არის ვიდეო, მაგრამ ჰიტა ის კაცი არ არის, რომ სიტყვა დადოს და გადაგვაგდოს. ამიტომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, აუცილებლად ეს არის გარდაუვალი. მე დავითმა ამედიჩ რომ ვერ გავიმარჯვო, ეს არის შეუძლებელი, უბრალოდ შეუძლებელი. გარდაუვალი. უკვე ვიდეო დამონტაჟებულია სადღაც 3 კვირა. ჩემი ვიდეო ეხლა რასაც უყურებთ ამას. თუ ვერ გავიმარჯვე, რაც შეუძლებელია, მაშინ ეს ვიდეო არ დაიდება. და ისიც, რამდენი ხანი ველოდით, ხალხო? დადგა ეს მომენტი, საბოლოოდ. დადგა. ჰიტამ ვიდეო დადო. როგორც ხედავთ, 1 საათია რაც დადებული აქვს ვიდეო. და მოდი ახლა ერთად ნახოთ. უეჭველი ვიგებ. უეჭველი. გამარჯობა. მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ. Please. Holy shit, 1400 პოსტია. ეხლა რომ 1439. აქედან ერთ-ერთი უეჭველი მე ვარ 100%-იანი. მე მგონი ვაფშე ვერ მოვხდი, ჩემი არ გამაგიო. სადაა ჩემი ვიდეო? მაგარი იყო. მადლობა. ოპა! ვაიმე, არ მჯერა. მჯერა, როგორ ამჯერა, მაგრამ
Let's go. გთხოვ. ეხლა გთხოვ. უბრალოდ ჩვენ უნდა მოვიგოთ დარწმუნებული. Let's go. Come on. Oh my god. Oh my god. ეს არის ედიტი, რომელმაც პირდაპირ მოიგო. პირველი გამარჯვება. Opa! Let's go! Let's go! ფოქსიერენიკომ დაუკომენტარა და დანელიამ გამოგვიარება. მეგონი ისეთი ედიტი გააკეთა. დანელიამ დამიკომენტარა ფოქსიელენიკომ და ღამის არდაფმა სხვათა შორის და მე მგონი კიდევ ვიღაც იყო ჩვენ ვაწვამ რომ რაღაცა სამსახური გაჩნდა. აი რო ვცდილობ რომ ობიექტური ვიყო და მაქსიმალურად სამართლიანად გავამარჯვებინო, ერთ-ერთი გამარჯვებული 3-დან თუ ეს იქნება, პრეტენზია არავის გექნება დარწმუნებული ვარ ამაში. რა ბიჭო ხალხო ხო ვიძახთ თავარია აქ ხედავდეთ და დანარჩენი ხო და კიდე გამარჯვებულებმა მომწერეთ ინსტაგრამზე რომ თქვენი პრიზები მიიღოთ და თან კიდე კარგი ხარისხით გამომიგზავნეთ თქვენი გაკეთებული ვიდეოები. აბა რას ვიზავით? პირველი გამარჯვებული. დაჯე პირველზე გავიქცე. რა თქმა უნდა მივწერ ჰიტას თავისთავად. თავიდანვე ამ ვიდეოს როცა ვიღებდი, ხო ვიცოდი რომ გავიმარჯვებდი. ამავდროულად მინდოდა რომ ვიდეოს ბოლოს ჰიტას შევხვედროთ. ამიტომ მივწერ, რა თქმა უნდა მიპასუხებს და ვნახოთ ჰიტა. შესაძლებლობა არის და ხელიდან არ უნდა გაუშვათ ჩემი აზრით. მოკლედ, მივწერეთ ჰიტას და გავაცანი ჩემი გეგმის შესახებ ინფორმაცია. უთხარი რომ მინდოდა შევხვედროდი და პატარა ვიდეო გადაგვეყო. ჰიტა ძალიან მოეწონა ეს აზრი და რადგანაც ჰიტა ოქროს გულის კაცია, არ არისო კაცო პრობლემაო შევხვდეთო. ამიტომ ახლა მივდივართ ჰიტასთან, ძალიან ბედნიერი ვარ მართლა რა. სადღაც 10 წუთის გზა არის დარჩენილი და იმ კადრებით აგიბრუნდებით, როცა უშუალოდ ჰიტას შევხვდებით. აბა ჰე. ოგე, დადგა ისე. დადგა, რაღაც დავაფიქსირი აქ მოძრაობდა. ძალიან მაგარი. ეხედო რა შევა. ნასვეთ ბიჭო, ნასვეთ. აი, ეს არის სილამაზი მეგობრებო. ორი ეს არის ის მანქანა, რადგან ამდენი ხანი ედიტებ ლაგებს. არა. გამარჯობა, ჩემი ძმა. სასიამოვნოა. მოგ ძალიან მადლობა რომ გამონათე ჩვენთვის რა. აბენდერი. ედიტზე რა სიტყვი? მოგ ძალიან მაგარი ედიტი იყო, მადლობა რომ დიდი გამონათელება და შენ ვოისები რაც ნახე, ძალიან გაკვირვებული დავშე, რა. 1300 ვიდეო რო იყო და გადაჭერება რო ქონდა თავიდანვე და ხო, თავიდანვე ვიცოდი მოკლედ რომ გავამარჯვებდი რა, ესე. და ესე იგი, როგორც UFC ძალიან დიდი ფანი ხარ, ხო? შემაგება და შემდეგ ვიდეოს ვაკეთებ UFC-ს. რადგანაც დამაფასე მოკლედ, მინდა რომ შენს გაიკეთო რაღაც საჩუქარი რა. შემდეგ ვიდეო დაიდება მოკლედ UFC-ზე და ჰიტას ისეთ საჩუქარს გავუკეთებ ამ თემატიკასთან დაკავშირებით, რომ აი მართლა, აბა და არ გინახავს ეგეთი საჩუქარი მართლა. ედიტი ძალიან მიყავს ეგეთი. ედის ხო? მოკლედ ძალიან მაგარი იქნება და ამერე და დედო ვიდეოში ელოდი. ეს არის ძალიან საინტერესო ვიდეო გამოვა. საინტერესო კი. მესეგრებთ და აი ნოვა გაუნტერებს სული და დედო ჩაიერთება და ინდია ამში გამოვიდა როგორც ან როგორც აი, კაცია.